მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით ჩვენ ესე მაფია 2-ით. ოღონ ზმანი შევიცვალე ხა დასაცმელები რა. ნუ ეს უკვე ვიცით ხა ჩვენ ეს დიალოგი აქვს, იმიტომ რომ უკრან დამაწყებია ცოტა და რა ხდება რა ამასთან დაკავშირებით და ფულს შევით ამის დახმარებით. ჩაჯექი და გზაში აგიხსნიო. ოღონ შენატარე რა თქმა უნდა. დინარესთან წავედით. მე მგონი ეს მანე არ უნდა ჩამოიცვა, იმიტომ რომ ცოტა უცნაური არის, მაგრამ ნუ არ ავშვებს ეგ. რაც არის. სხვა შორის წინა ვიდეოზე კომენტარი ჯეჯობით არ დაწერილა, იმიტომ რომ ერთი დღე არის რაც მიდევს, მაგრამ მე მგონი არ უნდა მეჩვენებინა ეგ რაღაცეები, მაგრამ ნუ არ ავშვებს. რა შვები ძმა? ასაკეთებს ეს ხალხი. მოკლედ იქ ხო ქონდა კარგი დრო, ქალებში რო იყავიო და კიო, მაგრამ რაც მოხდაო მერეო მაგის მერე არ იყო კაიო. ანუ ის გვამი რო დავმარხეთ რაღაცეები. სხვადასხვა კიდე იმას აღნიშნავ რომ ამას წინ უყურებდი რომელიღაცა იუთუბერს რაც ანუ ვინც ლაპარაკობდა ამ თამაშზე რა და იღებდა ამ თამაშს ხო და ბევრი ადამიანი ანუ ამ საუბრებს რაც შეეხება იმას რომ აი დადიხარ ესე რა მანქანით და ლაპარაკობ იმაზე თუ შენ კი ლაპარაკობ უბრალოდ ანუ ესენი ლაპარაკობენ იმაზე თუ რა ხდება როგორ ხდება რატო ხდება და ასე შემდეგ რა და ამას ტოვებენ და ეგ არ ვიცი ცუდი არის რა მე ხარ რომ მქონდეს აი ძალიან ბევრი დრო ან კიდე ფულ შეულობდი ამ გეიმპლეის დახმარებით. რა ვიცი, კარგად ან ბევრ ყურადღებას მივაქცევდი. ისინი კიდე შეულობენ და არ აქცევენ ყურადღებას სამწუხაროდ. I seem to remember getting thrown in the clink for a piece of cake just like this. Don't worry, I've done this before. First stop, Riverside. If you say so. Trust me, you're gonna thank me later. მოკლედ სამუშაოა კიდე რა რაღაცა და კარგად ვერ გავიგონე ხა იმიტომ რომ ლაპარაკობდი და რისთვისაც გავაკრიტიკე სხვა, იგივე შეცდომა მომივიდა ხა მეც, მაგრამ მე არ გამიტოვებია მაინც და ვინც ინგლისური იცის ის წაიკითხავს რა თქმა უნდა. ხო და მოკლედ სამუშაო არისო რა და შეიძლება ცოტა წავიდესო, მაგრამ მენდეო და ყველაფერი იქნება კარგადო. ხო და ნახოთ რა ვიცი. ნახოთ. იმედია კიდე თუთიყუშების ხმა ძალიანაც არ გაწუხებთ. კიდე რა უნდა მეთქვა მართლა მოკლედ. არ ვიცი რა არის სიბრალი იყო, თქვენ შეიძლება უფრო იცოდეთ ხა ეგ. მაგრამ მე ვატარებდი მანქანა, ეგ ყველა მიცი ხა ისედაც, მაგრამ მანქანა ხომ ყავს და მაგ მანქანას არ აქვს Bluetooth, იმიტომ რომ ძველი მანქანა ეხა 2011-იანია და შესაბამისად Bluetooth-ი არ აქვს. ხო და ვიყენებ გადის, იქეთ ხარ ეს. Bluetooth AUX ის მოწყობილობას, რომელიც არის რაღაცა გრძელი კაბელი, რომელსაც შეერთებ ერთ მხარეს მანქანაზე, მეორე მხარეს კი ტელეფონზე. ნუ დამტენივით არის რა ესე რო თქვა. ხო და მაგის დახმარებით შეგიძლია რომ მუსიკები ჩართო ძველ მანქანებში თუ მაგ მანქანას არ აქვს ან Apple CarPlay ანუ რო iPhone-ით რო დააკავშირო მანქანას და მე iPhone-ით რო მუსიკას მოусმინო ან კიდე Bluetooth-ი რაც Android-ებს აქვს. ხო და როცა ვაერთებდი მაგას სულ ცხელდებოდა ხოლმე ტელეფონი. და მე მგონი მაგის გამო ჩემ ტელეფონი გაიბერა, ანუ ბატარეია გაიბერა. ესე უნდა ჩავიდამ თავ კომოთ მე მგონი ჩვენ. Hand me a carton of Reds, Vito. აი, მოიცა. All right. ეს ჩინური რამე არის? ხო, ან ეგ იქნება მიზეზი, ან მიზეზი კიდე ის იქნება რომ გადასაბარანდოს შევდიოდი ხოლმე, შემქონდა ტელეფონი და მუსიკას უსმენდი ხოლმე და შეიძლება რა ვიცი, მაგის ბრალიც იყოს. Give me a carton of blues. მოსაწევი არის? Bingo. და არის კიდე ეგეთი რაღაცა თქმები რა, რომ შეიძლება იმიტომ გაიბერა ეგ ბატარეიაო რა ტელეფონის, რომ ვითომ სხვა ტენიდიო, ან კი დიდი ხანი ტენიდიო, მაგრამ ეს 22 არის ახალი ტელეფონი, ნუ იმ პერიოდში იყო და 2 წელია რაც მაქვს დაახლოებით და არ უნდა რა ვიცი დაეზიანებია ბევრი დატენვას ჩემი აზრით, ან ეგრეც ბევრად ავტენი. მოვიდა პოლიცია. როგორც მე დამოდგა გუშინ პოლიცია და მაგას კიდე მოგიყვებით. Carton of blues as usual. როგორ ხარო? სერჟანტო. I think I'll take the whites this time. ამასაც ის უნდა, მეთქი არ რაღაცა ძალიან არალეგალური არის თქო რა. Let's go. Carton of whites. სადა თეთრები მერე? ეგ ლურჯია. Oh, Madonna mia, Vito, come on, huh? I need whites. Let's go. Chop chop. სადა? აგერა თეთრები ხო. აბა ვიღოთ. See, I knew თუ you could do არსები it. სიგარეტების შეკვრა არის ესენი. ნუ ამ პერიოდში ხა პოლიციელებს კამერები და რაღაცები არ ქონდა შესაბამისად. Okay, time to go. Get in, Vito. Ah, Next stop გასაგებია. is Millville.
ნუ მოკლედ Going great today. ცლად არალეგალურიც არ არის რა ეხა ეს Story. ეს ფული შოვნა პოლიციამაც ფაქტიურად წაიღო ეხა რაღაცა და გვიცხა რომ წადი ეხა აქედან და მაღაზი კიდე მოგვიყვებით მეც რაღაცას თუ ეხა მასლიან აქ დიალოგები არ იქნება ძალიან ბევრი მოკლედ გუშინ ვიყავი ერთ-ერთ ადგილზე სადაც აი საფერფარეში ვარი და ნახევრად კიდე არის შუა ტყეში შესული ხო და ნუ მან ბევრჯერ დავდივარ ხოლმე რა ანუ ძალიან ხშირად დავარ იმიტომ რომ ნუ სხვებით შედიან და მან და მანქანებით არიან და რაღაცა შემდეგ მაგრამ ნიშანი არის რომელიც ამბობს ეგეთ რაღაცას რომ მანქანა შესვლა აქ არ შეიძლება მაგრამ ფეხით მან შეგიძლია შეხვიდეო ნუ მანქანით ბევრი შედის ახლა და მეც ბევრჯერ შევსულ ვარ პოლიცია გამოსულა რაღაცა დაუნახი ვარ არაფერი არ უთქვეთ საერთოდ იმიტომ რომ ნუ ეხა პატარა ადგილი არის და დიდად არ ანეღლებთ რა აგეთ რაღაცეები მაგრამ He does jobs for me. Drives me around, makes deliveries, that sort of stuff. Thinks he's a gangster though. Spends too much damn time at the movie. ეხა იმ ბავშვი ლაპარაკობს რა ბავშვი არისო მაგრამ ეხმარებაო რა და გონია რომ განგსტერი არისო Reminds me a lot of you when you was his age. Exactly. შენ თავს მახსენებს რომ მისი ასაკის რო ვიყავიო Bullets in Europe and 6 years in the can since I met you. That's what I mean by trouble. What's the matter? Somebody shit in your coffee this morning? It's like you forgot about all the good times. Yeah, remind me of those someday, would you? მოკლედ თუ მე ბავშვი გავარო რა მაგიტომ მომიწიეო რომ ევროპაში ყოფილიყავი 3 წელიწად ტყვიები ამოცილებიაო და პლუს კიდე მერე ციხეშიც ჩამსოსო და ჯო მუთხრა ეხა რომ რა ხდებაო ეხა შენ ვიღაცამო ბოდიში და ჩაგიჯვაო იმაში კოფინ არის აი სადაც ასაფლავებენ რა ადამიანს საფლავში ჩაგიჯვაო ესე თქვა ვიღაცამო დილასო თუ რა ხდებაო და კაი დღეები როგორ გახსოვსო ხო და რასაც გეუბნებოდით მოკლედ ვიყავი რა მან გაჩერებული არასოს არავის არ შეუწუხები ვარ მაგრამ რო ვუყურებდი TikTok-ის ვიდეოებს და აი ჩემით მარტო ვიყავი წნარა და არაფერს არ ვაფუჭებდი საერთოდ შემოვიდა პოლიცია და არ მეგონა რა ან მართლა თუ ეგრე პრობლემური იქნებოდა მან პროსტა გაჩერებოდა და პროსტა ყოფნა მაგრამ ნუ მისვლას რომ აი ჯარიმა დაგეწერება ეხლა მომეც მართვის მოწმობა მეთქი კარგი არა პრობლემა მივეცი მოწმობა და ნუ დააპირა რა შემოწმება და აქო რა გინდაო რა ანუ რო შემოხვედიო რატო ხარო აქო საერთოდ და ნუ მეთქი საფერფარეში ვარის თქო აქო თან კიდე მანქანას ფოტოებს ვიღებდით თქო მე კიდე რაღაცა ლაპარაკი იყო რა თქმა უნდა იქ ეგრე მარტივად არ დამთავრებულა მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა რომ ნუ შემიბრალეს ესე რო ვთქვა და ჯარიმა არ დაუწერიეთ და მეთქი მადლობა ძალიან დიდი რომ რა ვიცი ჯარიმა არ დამიწერეთ თქო არ ვიცი რამდენიას დაწერდნენ იმიტომ რომ წითელი ნიშანი იყო და არ უნდა გავსულიყავი იქ და ეგ კი ვიცოდი რომ არ უნდა შევსულიყავი მაგრამ კიდე გეუბნებით ახლა იმდენჯერ ვიყავი მან ნამყოფი და იმდენჯერ არავის არაფერი არ უთქვია მართლა გამიკვირდა რომ მეთქი რა ხდება ახლა რომ ეხა მეუბნებიან თქო ხო და ნუ ეგ იყო და ეგ რა ალბათ 50 არიანი ჯარიმა ექნებოდა მაქსიმუმ შეიძლება მეტიც ყოფილიყო არ ვიცი მაგრამ საბედნიერო ტელეფონის ამბავი რომ მოგიყევით ტელეფონი უკვე გამოიცვალა და ეხა მაქვს უფრო See, what did I Pero tell you? déjale. It's going like butter today. ხო გითხარი ყველაფერი კარგად მიდის დღესო Makes up for last night. Almost. Come on, what's better თითქმის than this? რაც გააფუჭეთ You got fresh გუშინ air, good იმას company, ავსებსო and you're making a shitload of dough. Not too bad for a guy who just got out of the slam. რას ერჩიო რაც იხიდან ეხლა გამოდიო და ფულ შეულობა Like უკვე the last few hours. All's forgiven. There's the Vito I know. All right. მოკლედ there ეს is. ბოლო დრო ეხლა თუ იქნება ისე როგორც წეხანო რა ანუ კარგად რო წავიდა ყველაფერი მაშინ გაპატიებო რაც გააკეთეთ გუშინო ანუ ესე იგი თუ რაღაცა ცუდი არ მოხდება გაპატიებთო და თუ ცუდი მოხდება მაშინ მაგარ გაპატიებთო რა იმასო რაც გამაკეთებიეთო ანუ იმ მკვდარი ადამიანის დამორხვა და რაღაცე გაღნიშნა ეხლა ეგ იმას ნიშნავს რომ აუ ეს როგორ მორბოდა ტიპი გეგონება პურის რიგი არის ნახოთ ეგ რაღაც აღნიშნა მგონი კაი არ მოხდება არაფერი ეხლა აქ Give me a carton of blues. და $2 ბევრი ფული არის სხვადასხვაის მაგრამ ეს თუ ეხლა სიგარეტის შეკვები არის ანუ 9 წელი რო დევს შეგნით რამდენი არ ვიცი მაგრამ მე მგონი 10 დევს რა შვები ძმა Here it is, sir. You're welcome. Come again. Hi, I'll take a box of Reds. ნახე ტიპი რაღაცია დაეტაკა ჩვენ მანქანას ჯო ბიჭო Yeah, that's the one. ხო მაგრამ მანქანა გაგვიფუჭე საგი და არც ნახე არც მიდის ტიპი არა რა ეს ხალხი აქ გადამროს მე რანაირად დაყავთ You're welcome. Come again. და მე პოლიცია მედამსდევს კიდე და უკვირთ რომ ის თუ რატო ვაყენებ ისე და ასე ო კარმითი არის აქ მანქანების შეკრება არის ან შეიძლება განგსტერები არიან აი ხო იცი აი და რა კარგად აყავთ გაკეთებული ეს პონტიახი იყო What you selling, Mac? You buying or just window shopping?
ყიდულობ თუ არაო? Selling smokes, $2 a carton. სიგარეტს ყიდულობთო $2 ერთი და $100 მთლიანი შეკვრა. Walk over 10 cartons and maybe we'll let you and your buddy get out of here in one piece. მომენტი ვეგენი და გაგიშვებთო რა ცოცხალს თუ არა და არაო. Get back in your cute little car with your little friends there. ჯობია თქვენო წახვიდეთ ახლა თქვენ მანქანაში და Sound good? ისე იქნება ყველაფერი რომ ვითომ არც მინახი ხარო. Motherfucker. ვერ გაიგე ხო შენ აბიჭვარო? And it's gonna cost you to operate here. ეს ჩვენი ადგილია და მოგიწევს რომ ფული გადაიხადო. You have any idea? მე არა შენ ვერ გაიგე. იცი ვის ელაპარაკები შენ? You walk away now and Yeah, I'll tell you who I'm ერთი შანსი გაქვს რა წახვალან არაო. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები. სუქანი ადამიანი ვინც სიგარეტებს ყიდის ჩემს ტერიტორიაზეო. ოპა, დაგურხა. აუ, ვაფშე გაგვინადგურეს ბრატ ბიზნესი. what do I gotta say? ხორო, ეხლა რა სიტყვია? ოპა. ძალიან კაი. Hop in that car and let's go. ო, ვიპარავთ ამათ მანქანას? Fucks and teach 'em უიმე, თან რა ის აქვს? მოიც ეს არ ვიცი ხოლაშორის რა არის, კომპრესორია? Sit on it, Vito. He's getting away. I got it floored, Joe. This thing won't go any faster. მიაჭირეო რა, მაგრამ ვაჭერო და არ მინდის მეტიშკარაო. რავი, კომპრესორიო და სამხელა და მე მგონი კომპრესორი არის, იმიტომ რომ ხა ჰაერი არა პრინციპში არ ბიჭო, არ ვიცი, ცოტა დაბნეული კი ვარ ეხლა, მაგრამ ამას წინ რაღაცა ვიდეოს უყურებდი და ეგრე იძახოდნენ რომ ტურბოსთვისო არისო კაი ჰაერიო, მაგრამ კომპრესორისთვისო არაო. Shit, we should check in with Eddie. Stop at the nearest phone booth and call him. მაგრამ წესით ორივესთვის უნდა იყოს ჰაერი კაი, ანუ რომ მოდის და მოდის, ეხლა ცხელი ჰაერი არ მგონია, მაგრამ მაინც უიმე ბებია ჩემი მიწატარებო და რა ჩემი ბრალია Well, yeah. დავკარგეთ, მაგრამ რანაირად დაიკარგა, როცა ავტობანზე გავედით ფაქტიურად, ნუ რავი რაცა ეს ავტობანს გავსდა. აი, ერთი წამი საერთოდ წავიდე ხა. ან მისია რა არის საერთოდ? Find the ტელეფონის ის უნდა ვიპოვოთ რა ჯიხური. რო დაურეკოთ ედის. ბოდიშით. მე უბრალოდ გოგო ვარ. პოლიცია არ შეიმჩნიო. სასწრაფო საქმეზე მიდივარ. ხომ არა, სად ვიპოვო ახლა ტელეფონის ჯიხური? ხომ უნდა იყოს აქ რაღაც მინიშნებასავი, ეს ხო არა? არა, ეს არა. აი. გაიწის, მა. ყველა მანქანას უნდა დაეტაკო და რა ჩემი ბრალია კაცო. აი ახლა თვითონ დამეტაკა და იარაღი არა მაქვს, თორე დავცხრილავდი მაგას. კაი, მოკლედ, დაურეკოთ ახლა ჩვენ ვისო არ მახსოვს, მოიცა, ედის ხო? აბა ედი. გადი ხალო იქეთ რა გინდა ხა, ხო ხედავ რომ ლაპარაკობ. ნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ ედი. It's me, Vito. Vito, So we what? got a problem. პრობლემა გვაქვს. We're moving the smokes and then these სიგარეტებს ვადარებდითო რა და ეს ბიჭები მოვიდანო აქო და მთლიანი დაგვიწვესო რა ეგ მანქანაო. მე გადავებით? მაგენს ვერ გავუმკლავდითო რა ხდებაო? Eddie, listen, it's not ედი, მოიწე ეგ ჩვენი ბრალი არა. fucking truck on fire before we know. მაგათმა წაუკიდეთ საწკლიო რა, სანამ ჩვენ გავიგებდით რომ ასაკეთებდნენო. ერთი მოვკალითო. არ მაინტერესებს, ფული მომიტანეთ. $2000 გადავიხადა მაგისთვისო და ჯობია რომ მომიტანოთო. იღვლიანები ხართ თქვენ, იმიტომ რომ მაგ ბიჭებს ეხლა ვლაპარაკობდით მე და ერთი ბოსიო რა. ხო და თქვენო ფული მომიტანოთ და ჩვენ კიდე მაგ ბიჭებს მივხედავთო. So it looks like just another gang fight. I don't want to read about a bloodbath in the papers tomorrow. All right, sure, Eddie. Don't worry. მოკლედ, ისე მოვაწყვეთო რა საქმეო, რომ იარაღები და სროლა არ გამოიყენოთო, რომ დაემგვანოსო გენგების ჩხუბსო. Good news is he's going to help us out. Bad news is Eddie wants his money back. All $2,000 of it. Shit. ესე იგი, You really think we're gonna get 2 G's out of these guys? აუ, No, we'll see what Steve's got in mind. კაი, You know წავით. he ain't doing this out of the kindness of his heart. Let's go. მოკლედ, სტივი დაგვეხმარებაო, თუ სწორად გავიგე და ედისო უნდაო $2000, იმიტომ რომ იმ მანქანისთვისო მაგდანი გადაიხადაო და პლუს კიდე სიგარეტებიც ხო ქონდა იქ ჩვენ. Eddie was fucking pissed on the phone. ედი ძალიან გაბრაზებული იყო. Just like I'm pissed right now. Even if these როგორც assholes მე ვარ ain't got a გაბრაზებული dime, ისეო. I'm gonna kick $2,000 worth of shit out of them. I'm with you.
But what's Steve doing working for Eddie? სტივის რა უნდა ვედის ანუ? Derek, and Derek's with Vinci's. დერეკთან ხომ How მუშაობს should I სტივიო? know? მე რა ვიცი. Hey, you're still gonna take jobs from Derek, right? მაგრამ დერეკისგან სამსახურს აიღებ ხო? მიუხედავად იმისა, რომ ედისთან მუშაობ შენ. რაც უნდა გვიწევს რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადავრჩეთო რა. არა, ისტორია ბევრად დამაბნეველი არის ახლა სიმართლე რო გითხრათ ამ თამაში, ვიდრე არის მაფია 1-ში. რა ის speeding vehicle, ბიჭო, ამაც ესენი ვერ არიან. ეხლა რა გამომეკიდეთ, ეხლა რა ჯდომა გინდა? აი, არა უშოს ეხლა ამას რაღაცას უზამ ალბათ. აქ ეხლა არ შემოყვე რა გამონები თავი. დაეტაკა რაღაცას. კიდე კაი. სტივ, სალამი. Hey guys. Marty? What are you doing here? მარტი, შენ აქ რა გინდა? Going with you on this one. მე შენთან მოვდივარო. Help, he said I could come along. სტივ მომითხრა რომ შემიძლია წამოვიდე. ეს ის ბავშვია მე მგონი. Why ბავშვმა უნდა ისწავლოს რაღაცაო. Სტივ, აქ რა გვინდა? We're all headed to the foundry. This is where they usually meet, so we'll start here. აქ ხვდებიანო ხშირად და აქედან დავიწყებთ ჩვენო. And why'd you volunteer to help us? და შენ რატომ მოხვედი აქ დასახმარებლად? Trashed my cousin's car. They robbed him and knocked out 3 of his teeth. Yeah, those fucking assholes. ჩემი ბიზეშვილი გალახესო და მანქანა გავაფუჭესო. Talking here. So like the Bible says. როგორც ბიბლია ამბობს, თვალი თვალში, კბილი კბილში. Well, we'll just Квили start with this квилистил. joint. So what's the plan? First, we're gonna trash this place. ჯერ გავნადგურებთ ამ ადგილსო და როგორო? With this. ოპა, Go ტომი ahead, განებით. boys. Hey, come on, guys. Now you can either help us or stay out of our way. შეგიძლიათ დაგვახმაროთ, ან წახვიდეთ მაგიდანო. შენ არ გაგივარდე ესე იგი არა რომ დაგუდიალო პაკეტიკით. Fuck was that? კაი, ჩვენ სადავართ. ოპა. Okay, that's enough. Guys, Let's so- leave him a little present. კაი, საჩუქარი I got დაუტოვოთ. some Molotov cocktails in the trunk. მოლოტოვები მაქვს უკან და ეგენი აიღეთო და ისროლეთო რა My შეგნით. pleasure, Steve. რა თქმა უნდა, სტივ, კაი. გაიწი ბავშვო შენიკეთ. დავაი. მაგრამ რა აზრი ქონდა ეხა ესე დაწყილვას, თუ მაინც უნდა დაგვეწყო ეს ადგილი? მოდი კიდე ავიღოთ ერთი ბარემ. Better teach him. Yeah. ნუ ეს პროსტა ინვენტარში ქონდეს რა, მაინც რო რამე იყოს. ჯიბეში Now ჩაიდო we ტიპო. go to the foundry. ეხლა მივდივართ Get in, boys. We'll meet Foundry you არის towards რა the არის. main gate. See you there. ჩვენი მანქანა გერე ხო? ჯო არ ვიცი ეს კომპრესორია თუ რა არის? კომპრესორს კი გავს. აი, რაღაც ძველ კომპრესორს. მე მგონი ეგა. ნუ დაგუგლა მე და ვნახავ რა. Need for Speed-ი იყო რა ეგეთი ერთი. Toretto-s მანქანაც ქონდა, რავი, Dodge Ru-არი. მაგრამ ეს პონტიახი ხო არის? ხო, პონტიახია თუ არ ვცდები, პოტომაკი აწერია და შეიძლება ლიცენზიის გამო დააწერეს ეგრე და შეიძლება პონტიახი იყოს. არ ვიცი. კაი, ესე იგი, ახლა მივდივართ ჩვენ Foundry-ში, რომელიც ძალიან ახლოს არის და დიდი ვარაუდით კიდე მაგასაც გავაფუჭებთ. დავანგრევთ და მე რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. აუ, ეხლა მართლა რა ცუდი მომენტი მოდის, ესე იგი, თამაში არა ვარ. აი, უნივერსიტეტში მაქვს ძალიან ბევრი რაღაცები გასაკეთებელი, რაღაცა პრეზენტაცია 2. მე რაღაც ტესტები მოდის კიდე, მე კიდე ესე არის დასაწერი, მოკლედ ცუდი მომენტია რა და ეს თუ გადავლახე, მე კიდე გამოცდები მოდის და ესე იგი, იქნება გამოცდებამდე ეს თამაში როგორმე მოვურჩევ. და მე რაც გადავიღებ არ ვიცი. მაფია 3 შეიძლება, მაგრამ აი ტეოდობით იმხელა თამაში არის ეგ რომ მომიწევს რომ აი ეგ თამაში მქონდეს მარტო გადმოწერილი და სხვა არაფერი. რაღაც ესეთი How'd you get in? ყოველდღიური თამაში მინდა. Follow the fucking yellow brick road. აი Dead by Daylight მაგალითად. თქვენ როგორ მოდით ვაფო? Next. შემდეგი Nice one. You fuckers are dead. Joe. დაგერხათ თქვენო. Thanks, kid. ვა. Shit, they got guns. Let them have it. მოიცა, არ გიფიქრიათ ეხა მაგაზე რომ ამგვეს იარაღები ექნებოდათ? ტიპმა იარაღები აქვთო. ხო, ესენი ისინი არიან რა, ანუ ვინც So gentle. ის ტიპები რა, ვინც შემოგვივარდნენ და მანქანა დაგვიწვეს. Fucking best you got. You okay?
Nice shot. ერთი გაიქცა აქეთ. We got him. ეს რა შევა? დააბა. ეხლა სნაიპერი მქადვე არა ვარ. ეს ხო ჩვენიანია კი. კედელში გავიდა ერთი. იმე. მისკდა გული მეთქი ვინ არის ეს? მაგარი. თუ ვიღაცა შოტგანს მესვრის მე მგონი. ეგა. აი, $2000 გვინდა ეხა. ეს ხო სტივი არის ეხა ვისაც ვეხმარები ჩვენ. ან ვინც ჩვენ გვეხმარება უბრალოდ. მაგრამ იმას უნდა $2000 ედის, იმიტომ რომ იმის მანქანა იყო და რაღაც გაგვიფუჭეს. ნუ გასაგების არის რა. მოყალი ხო. ოპა. მე მგონი გაიღვიძა სნაიპერმა ჩემში ისევ. უბრალოდ ტყვიები როგორ მაქვს ამდენი, ეგ არ ვიცი. გასვეჩოდი ხა ამას, მაგრამ მაინც. აი Steam-ზე პროსტა იმდენი თამაში მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა ვითამაშო, აი მართლა აზრზე არა ვარ რა ვითამაშო და იმდენად ზოგჯერ მოწყენილი ვარ, ანუ მოწყენილი ოღონდ ცუდი გაგებით კი არა ისე რომ აი არ ვიცი მოწყენილსაც ეძახიან ეხა, რომ ვიღაცა ტირის ალბათ, ან სადაც არ ვიტირებს, ეგრე არა. ანუ არაფრის გაკეთებისგან რა. რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგად მეზარება ზოგჯერ მეცადინეობ და რაღაცა, აი დაჟე მეცადინეობ. მაგრამ თქვენ არ დაგეზარდეთ მეცადინეობა. მე თუ მეზარება მაინც ვაკეთებ ხოლმე იმას და მაინც ვამთავრებ რაც გასაკეთებელი არის. გაზღვეო და არ მაზღვევთ ზღვა თქვენ? არა, აი მივალ და კლავენ. არა, მართლა მაზღვევენ მე მგონი კაცო. აქ ხალხი უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ არავინ არაა და ხო კიდე მართლა ზოგჯერ ცხვირით ლაპარაკობ ცოტა ეგ კიდე იმიტომ რომ ერთი რომ ხმა არ მესმის ჩემი თავის და მეორე იმიტომ რომ ალერგია მაქვს ძალიან საშინელი და ფიზიკურად აი ვერ ვლაპარაკობ წესიერად, მაგრამ ნუ არა უშავს. კაი. საიდან დავადგეთ ხა ამას ჩვენ? ერთი აქ არის, ეგ ვიცი. მეორე ამის უკან არის. აუ, კაი რა. აუ, ეხა საიდან დამაწყებიებს ეს? ვაფშე HP საწერია აქ, აი მაინტერესებს კიდე. იმ იარაღში ტყვები გამომელიან პისტოლეტი რომელიც მქონდა და როგორც ჩანს მქონია პატარა რაღაცა რევოლვერი რომელიც მე მგონი რაღაცნაირად აი თითქოს მახსოვს რომ მომცეს თქო, მაგრამ თან არც მახსოვს როდის ავიღე ეს იარაღი, მაგრამ ნუ ამით ვინ უნდა მოკლა არ ვიცი. დაივიწყეთ. თუ თავში გავარტყა მარც ისე ცუდი არის როგორც ჩანს. არა, აი. გაზღვეო და არ მოზღვეთ, მარტო ვარ ეხა მე აქ გასული. თქვენ სად ახართ, აბა? კაი, მოდი, პისტოლეტის წვები არა მაქვს. ეს ჯოუა? ჯოუ არ მინდა რომ დავწვა, მაგრამ სხვა გზა მგონი არ მშევა მაინც. ტომიგანში წვები არა მაქვს სამწუხაროდ ხო და ჯო ვერ ხედავს სად არიან? ვაი. ჯო გაყავი თავი ხა ხო თქვი რომ გაზღვეო და მიდი აბა დამაზღვიე. სიცოცხლის რეგენერიზაცია თუ რაც არის, ანუ მემატება HP კი მე მგონი მემატება. როცა ჩხუბში არა ვარ და სროლაში. უი, ჩხუბზე გამახსენდა მართლა, ხო თქვი სამათმა რომ იარაღები არ გამოიყენო თუ ისე გააკეთეთ რომ ვითომ გენგების ჩხუბს დაემსგავსო რა, რომ მე მეორე დღეს გაზეთებში არ გამოუქვეყნო ისე თუ რაც მოხდაო. თუ პირიქით თქვი, მე მგონი არა, პირიქით არ მგონია რომ ეთქვით. ეცადეთ რომ იარაღები არ გამოიყენოთ, მაგრამ ჩვენ გადავუარეთ ამათ. კაი, კიდე დარჩნენ? ეს ჩვენიანია კაცო. აქე დავინახე რამდენიმე, მაგრამ ესენი ჩვენიანები არიან და ეს ვინა? ედი? ოჩახსმა. კაი, მე მგონი მორჩა. Listen, this got way out of hand. ძალიან ხო, აი ხო თქვი.
ედის არ მოეწონება ეს რაც გავაკეთეთ ვეხავ. These fucking dirtbags won't be bothering nobody. ესენი უკვე არავის არ შეაწუხებენო. Now, Steve. ეხლა რა Now ვქნით? I'm gonna go home and see if that caster ეხლა სახში წავალა მეო და Been ვნახავ locked up for weeks. I'll see you later. რაღაცა თუ I მუშაობს. still got a lot of work to do. I'll catch you later. მე და ჯოუს კიდე ბევრი სამსახური გვაქვს რომ გავაკეთეთ რა და მე გნახავ თუ. Shit, where are we gonna get the 2 G's for Eddie? You got any idea how much a car like this goes for? Damn, Vito, you're a genius. These babies ain't cheap, right? I bet Derek would give us at least $1,000 for that one. ტიპა რა გააკეთა? Sounds Მოკლედ. like a plan. I'll see you at the bar. წასულია უკვე და ვის ღელაპარაკები ეხა. ესე იგი $2,000 როგორ ვიშოვითო რა? ხო და იდეა მოვიდა ესეთი რომ ეს მანქანები უნდა გავყიდოთ. ესენი არის რაღაცა Hot Wheels სტილის მანქანები და უიმე რა ხმა აქვს. ისე მანქანების შეკრებები და რაღაცები როგორც ჩანს ანუ იმ პერიოდშიც იყო, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინე ხა ესე თუ აკეთებდნენ იქ მანქანებს. სხვადასხვა კიდე აი ესეთი ხაზები აი გვერდზე რომელზეც აქვს ხა, ჩემს კამერაზე მქონდა მე გაკეთებული ზუსტად შავად. ეხა ფერი ჩემი მანქანის ეხა მთლად ესეთი არ არის, ჩემი უფრო ღია ფერი არის, მაგრამ დაახლოებით ესეთი იყო რა. და დიდი ვარაუდით კიდე 6 ცილინდრიანი არის ეს რავი, თუ მეშლება. მე მგონი 6-იანი არის. ეხა ჰემის ძრავი არ მგონია რომ იყოს ეს რაღაცა 8 ცილინდრიანი 5 და 7. შეიძლება იყოს, მაგრამ არ მგონია. უფრო 6-იანი იქნება. აი მოდი მივადგეთ ეხლა და ვნახოთ რა ხმა აქვს. უი გამომჩევს, არა უშვის. აუ პოლიცია გამოჩერებს ეხლა აქ და ეგარი. ცუდი ხმა არა აქვს, მაგრამ რაღაცა იმ სიჩქარეში რო თავს ხოლმე ხმა ზედმეტად დიდი ხანი ხრება და მე ბრუნდება ისევე. ნუ მაგრამ კაი რა მივიდეთ ეხლა ვაიმე რასაკეთე ბიჭო რას. ეს ძალმაგარი გზა არის სხვადასხვა ეხლა კეთქვი რომ მივალ მეკიდავსო, მაგრამ აი ნახე ეხლა მივიდივარ ან 140-ით, ან რაღაცა 110-ით. თან მე მგონი მილებში არის ეგ და 110 მილი იქნება რაღაცა 200-მდე რა. 190-ით ალბათ. და 190 კილომეტრი ამ პერიოდში ძალიან მაგარი სიჩქარე არის, იმიტომ რომ ეხლა დაჟე ეხაც კიდე ბევრი მანქანა ვერ ავამაკ ხელაზე. პორტში მივედით კიდე რა, აი პორტი, რა ვიცი. შოდაშორის პორტში მომიწევს მალე ჩამოსვლა. თან ალბათ ერთი 5 ჯერ მაინც კვირაში. კაი, მოვიდით ეხლა და მანქანა უნდა გავყიდოთ, ხო? აქ დავაყენებთ. როგორ ჩანს? ეგარი. თითო მანქანაში ესეთში, ოპა, მოგწეს ფული $2,000-თან. თითო მანქანაში ესეთშიო იქნებაო დაახლოებით $1,000-იო და ალბათ ჯოუმაც რომ მიიყვანა და მეც რომ მივიყვანე, მაგიტო გამოვიდა რაღაცა $2,000-მდე. 50 კიდე მინუსი რისთვის იყო არ ვიცი, მაგრამ ვარავშვის. კაი, ეხლა უნდა მივიდეთ ჩვენ ედისთან. ედისთან თუ ეხლა ფეხით მიწევს მე მისვლა, ძალიან ცუდი, მაგრამ მანქანა არის ეგრე და მოვიპარავ იმას, ან ეს მოვიპაროთ აგერ, რატომაც არა. ესე იგი, გავტეხო თუ არა, არ გვინდა გატეხვა. სიგნალიზაციები ხა აქ არ ვიცი მე არის თუ არა, მაგრამ მაინც რომ ჩაერთოს გარისკოთ არ ღირს. $2,000 დაუჯდა, ესე იგი იმ ედის იქ მანქანა, მაგრამ პლუს კიდე სიგარეტები და რაღაცეები თითო ყუთი $100-იო და იქ ძალიან ბევრი ყუთი იყო და ალბათ რაღაცა $3,000-მდე დაუჯდებოდა მთლიანად ეგ ბიზნესი. რაც საკმაოდ ბევრი ფული არის იმ პერიოდში და მედი მანქანა უნდა წამოგვიყვანა ისე, რომ დავბრუნდეთ ეხლა უკან და წამოვიყვანოთ კიდე ის სხვა მანქანებიც, ბევრი ფულს გივიშოვით. მე ეხლა მქონდა ჩემთვის, ანუ შენახულეს რაღაცა $500-მდე, პლუს ეხლა 2,000, მაგრამ 2,000 რო ავიღეთ, ეგ 2,000 ფაქტიურად უკვე უნდა გავასხვისოთ რა. ხო და ეგ იმდან დაიწლება. ნახე აქ მართლა ყვითელი სტოპ-საინი არის, სტოპის ნიშანია, მაგრამ ეხლა წითელი არის. და საინტერესოა ესე თუ მართლა იყო იმ პერიოდში ყვითელი და არა წითელი. ან მე რატო შეცვალეს. ეხლა წითელი ფერი უფრო ყვირის, რა თქმა უნდა და შეიძლება მაგიტო რომ უფრო გამავრცელებელის ფერი არის წითელი. მაგრამ მაინც. კაი, ედი.
გავაფუჭეთ რაღაცა საქმე, მაგრამ ეგ ჩვენი ბრალი არ იყო, ეგრე მოხდა რაღაცა, არ ვიცი თუ გაჭედა კიდე. ცუდი შემთხვევა. ეს რა არის? ბენზინის მანქანა ალბათ რაღაც ეგეთი. ესე იგი, ედი არის, როგორც ჩანს აქ. მაგრამ როგორ უნდა შევიდე? მე მგონი აქედან იქნება. სასტუმრო არის ეს? ხო, აქედან არის. აბა? ეს მე რო თავის მორჩა. So? Is the money? აგერ ფული. Well, that's a fucking relief. Stupid fucking junkies. Now they know their place. ეხა იციან იმათვის საკუთარი ადგილიო. კარგი სამუშაოა. Here's your cat. Thanks, Eddie. აგერ თქვენი you need ფული. anything else from თქვენი us ნაწილი today, or is ხოსორეთ. that it? კიდე გინდა რამე თუსო? რაღაცა უნდა გავაკეთო რა. I'll call you if I need anything. არა, ვსო მორჩა ყველაფერიო, ეხა წადითო და ვსო რა. კაი, -2000, მაგრამ ფული ხო მოგცა კიდე უკან და ეგ რამდენი იყო? არ მიჩვენებს? I see you again soon, huh? კაი, მე ვნახავ. რაღაცა $200 მოგცა რა. მაგრამ აქედან როგორ გავიდე კაცო? აქედან? ხო, აი ეგა, ვსო. კაი, ეხა დიდი ვარაუდით უნდა მივიდე ჩვენ სახლში, დავიძინოთ და ეგ იქნება ამ თავის მთლიანი დასასრული და მე მგონი გაგრას კიდე დიდი ვიდეოს გამოვიდა, არ მინდა ეხა რომ აი სულ გადავიღოს რაღაცა 20-25 წუთიანი ვიდეოები და თამაშიც საბოლოოდ აღარც დამთავრდეს. და თუ დიდი იქნება ცოტა ვიდეო, ეგეც არ აუშვებს. მაგრამ მაგ ედიმ რაც გავიკეთე ჩვენ წინა ვიდეოში, ჯერ ერთი როს რაღაცა კლუბში წაგვიყვანა, მე კიდე დაგვამარხია ვიღაცა კაცი, ეგ კაცი კიდე აქეთ გვათრევია. $200 უეჭველი გვეკუთვნოდა და კიდე პლუს ეგეთი ჩხუბი არ უნდა დაეწყო მაგას ჩვენთვის. კიდე გავნებით მიუხედავად ან მით უმეტეს იმისა თუ რაც გავაკეთეთ. მაგისთვის რა. თან თვითონაც თქვა რომ აი ვალში ვარო შენთანო და კაი კაცი ხარო და რაღაცა სამსახურს გიშოვიო. კი გვიშოვა ეხა, მაგრამ უნდა გაერფრთხილებია ეგრე თუ იქნებოდა იქ ვიღაცა ტიპები, ანუ ვისი ადგილიც არის, ეგ ვისი ტერიტორიაც არის და მე ეგრე ბოდიში და გაგვიტრაკებდნენ ცოტა. ხო და არ გვითხრეს, როგორც აი ჰენრი მარ გვითხრა. ჰენრი მარლა სად არის ჰენრი? ჰენრი ხო დაჭრეს, მაგრამ არ მგონია რომ მომკვდარი იყო და სად წავიდა. ხო, როგორც ჰენრიმ არ გაგვაფრთხილა ჩვენ იმაზე, რომ ვადა გადიოდა იმ ბენზინის რაღაცა ჩეკებს და ვაუშერებს. ხო და ვადა რო გავიდა, მე მოგვიწერო დაგვერიგებია რაღაცა, ვიღაცამ ჩაგვიშვა და ნუ წავგვაბუნძულეს ციხეში ესე რომ ვთქვათ. ეხლა კიდე ვიღაცა ხალი გადიოდა ეგრე და მაგაზე გამახსენდა, მოკლედ ვიჩერებს სამაშობ ეხლა და ნუ ნახევარზე მეტი გავიარე ფაქტიურად. ერთი ისაა რომ აი ძალიან ბევრი დიალოგი არის და ნუ ასე თუ ისე მომწონს ეხლა დიალოგები, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება რომ დიალოგებს მიაქვს ძალიან ბევრი დრო. ანუ თამაშზე მეტი მიაქვს დიალოგებს და არ ვიცი ეხლა პრინციპში წუნი არის ეს თუ რა არის, მაგრამ თამაში მართლა მომწონს, მაგრამ რაღაცა 10% და 20% არის ჩემში ისეთი რომ თამაში არ მოსწონს. მაგრამ მე მგონი ეხლა მე უფრო პროსტა აქ წუწუნებ. ხო და რაზეც მინდოდა მელაპარაკე არის ის რომ აი ძალიან ბევრი ინტიმური ურთიერთობები არის რა, ანუ ვიღაცა ქალს დაველაპარაკები მაგ ვიჩერერში და მე ვეჭვი რაღაცა ხდება საძულში. აი სულ თითქმის. შეიძლება ვიღაცა პრინცესა იყოს ვაფშე, შეიძლება ვიღაცა რა ვიცი ვიღაცა გლეხი იყოს რა, ანუ მაგ ვიჩერში ვისაც დაველაპარაკები და ვეჭვი რაღაცა ხდება საძულში რა, ანუ არ ვიცი ეგრე რატო გააკეთეს მაგ დეველოპერებმა აქ თამაში, მაგრამ ნუ არც წუწუნებ რა პრინციპში აი ჩემი რა მიდის ესე რომ ვთქვათ. კაი, დავიზნოთ ეხა მოდი და დავამთავროთ პარე მე ჩვენი მერვე თავი და გადავალთ ეხა მეცხრეში. მე კიდე დავგუგლავ თუ რამდენი თავი არის აქ მთლიანად. კვერცხები და ლობიუები. არ ვიცი რა თქვი ეგრე, მაგრამ მაინც. 1951 წელი. ეს ჯოი იქნება ალბათ ან ედი. მაგრამ ედი პრინციპში არაფერი არ მოხდა თქვენთვისო და ტელეფონი ეგრა. Hello? გამარჯობა. Yeah, Vito, we got a situation here. Vito, სიტუაცია გვაქვს აქ. იარაღი წამოიღე და ბარში წამოდი. You're driving a decent set of wheels. და კაი საბუროები ქონდესო რა I'll be კიდე. right there. რაღაცა კაი ვერ It's my ხდება. Sunday. აგერ ჩემი კვირაცო რა.
მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ჩვენით მათ უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, თან საკმაოდ დაძაბული იქნება მე მგონი და ეგ არის და ეგ რა. წავიდი ხა და დროებით.